ჩემი პირველი საავტორო პოდკასტის ეპიზოდის სახელი კი იქნება ფიტნესი პილატესის წინააღმდეგ. მომზადებული მოვედი. ფიტნეს გოგო ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე პილატესის გოგო. პილატესი დაჩაგრულია, რადგან ძალიან ბევრი კვლევა არ არის. არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად გონებით მართო საკუთარი სხეული. რა დროს ჩემი ახლა დარბაზში წონების აწევაა, ხო? ვაიმე, ძალიან მიყვარხარ. პილატესი ჩემთვის არის საკუთარი სხეულის ფლობა სივრცეში. მოდი ჩვენ არ ვივარჯიშებთ და აბა რა შედეგი იქნება. Body and Mind რო ქვია ამ პოდკასტს, ამ კავშირს ტვინსა და კუნთს შორის. სწორი დგომა, სწორი პოზა, ანუ რეალურად გეხმარება სიჯანსაღეში. პილატესი ვინც ვარჯიშობს, ბევრად უფრო მოქნილია. შევეჯიბროთ, გინდა შპაგატი უფრო მაგრა ჩაჭდება. არ გინდა. ყველა დროს ნუ კარგავ, რას მაიმუნობ, მოდი წონა აწია. მოდ ერთ წუთი გავიტოდა. არ გავიტოდა ერთი წუთი. უკვე ვიბრიდები. მარტო. მოგესალმებით, მე ვარ სოფია ნადიბაიძე, პილატესის ტრენერი. ეს არის ჩემი საავტორო პოდკასტი, რომლის სახელიც არის Body and Mind. ჩემი პირველი საავტორო პოდკასტის ეპიზოდის სახელი კი იქნება ფიტნესი პილატესის წინააღმდეგ. Ну, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიკამათებთ ამაზე. ჩვენ უფრო მეტად განსხვავებებზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებით და კვლევების სახით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია, რომ ჩემი პოდკასტის მთავარი ნიშაც ეს იქნება, ყოველგვარი ჭორაობების გარეშე და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი მყავს, ქალბატონი თაია არაბული, ფიტნეს დედა, იგი იყო პირველი ქალი, რომელმაც საქართველოში შექმნა ფიტნეს დარბაზი და მოკლედ მოგესალმები ქალბატონო თაია. მიხარია რომ ჩემი პოდკასტის სტუმარი ხარ და ზუსტად ვიცი რომ მაგარი ღბლიანი პოდკასტი მექნება. შენი დამსახურებით. მეც მანდ ვარ. როგორ ხარ? კარგად, პირველ რიგში მადლობა მასპინძლობისთვის, ფიტნეს დედა, პილატესის დედასთან სტუმრად. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი იქნება. მომზადებული მოვედი. და ვიკამათებთ თუ არა, ეგ წეღარ რო თქვი რომ არ ვიკამათებთო, ეჭვი მაქვს რომ მე მგონი მაგრა ვიკამათებთ. მაგარი თავს ვიკავებდი მთელი ამდენი ხნის განმავლობაში და გეთანხმებოდი ყველაფერზე, თუმცა საკამათო ბევრი გვაქვს. პირველი კითხვით დავიწყებ. რა აზრის ხარ იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირად ამბობენ ფიტნესი უკეთესია ვიდრე პილატესი? ან მაგალითად ფიტნეს გოგო ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე პილატესის გოგო. აუ და კიდევ ერთ ძალიან მაგარი მოსაზრებები არსებობს. ფიტნესი ძალიან მაგრა ამკვრევებს კუნთის მასას და პილატესი პირიქით შლის. აი შენი აზრი მაინტერესებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პირველ რიგში არ მინდა რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა მოგვიწევს, იმიტომ რომ მსგავსი მცდარი რაღაც აზრი უჩნდება მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს, რომელიც არ ეძიება სრულფასოვნად იმ საკითხში, რომელზეც საუბრობს. და რა თქმა უნდა, ეს მითები არის ამ მითებს უბრალოდ მძაფრებს მარკეტინგი, რომელიც ფუთავს ამ ყველაფერს ეგრე. პილატესი არის ყოველთვის ვარდისფერი, ფუმფულა რაღაცა ძაფებით შეფუთული და ძალისმიერი ვარჯიში, ყოველთვის არის რაღაც hardcore და ასე შემდეგ. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ მოკლედ შენ კითხვაზე პასუხი რომ შევაჯამოთ. პირველ რიგში გაუნათლებლობის ამბავია ადამიანებში, მეორე მარკეტინგი უფრო აწვება ამ ყველაფერს და შემდეგ თვითონ ინსტრუქტორებიც პილატესის და ფიტნესის ვიცი და რა ერთხელ გამიგია და მსმენია, რომ აი ჩემი პილატესის ინსტრუქტორი მეუბნება, რომ არი ვარჯიშო ძალისმიერი ვარჯიშით. ანუ ჩვენ თვითონ ადამიანებიც ვამძაფრებთ, მარკეტინგი პლუს გაუნათლებლობა. ეს რაღაცა სამკუთხედი, რომელიც ამ მითებს პროგრამად და ღრმად სვავს ადამიანის თავში. მაგაში გეთანხმები. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე კიდევ ესეთი მოსაზრებები, ძალიან ბევრი მოსაზრებებია მოკლედ, რომლებზეც მეცინება და ხშირ შემთხვევაში მე მგონი მაგარი საკამათოც არ არის და უაზროდაც, ანუ რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, ერთადერთი ვუღიმი ხოლმე და ვეუბნები, რომ რომელიც შენ გირჩევნია და შენ გულს რომელიც გაუხარდება, იმას მიაწექი, მეგობარო, ხო, აი რა უთხრა. მაგრამ ხშირად არის ხოლმე ესეთი რაღაც, რომ მოდიან და მეუბნებიან, რომ გეხვეწები რა ფიტნესისგან ისეთი დაღლილი ვარ, კუნთი დამიშალე. ნუ აი არ ვიცი ხა რა უთხრა, კუნთი როგორ დაუშალო.
და მერე კიდე ფიტნესისგან რა დაიღალა ეგეთი, რომ ამხელა კუნთია, ანუ რეალურად ეს ხომ რაღაცნაირად მენტალური მდგომარეობიდან მომდინარეობს, ხო, არცოდნიდან მომდინარეობს. შესაბამისად, ჩვენი პოდკასტის მთავარი არსიც ეს არის, რომ კვლევებზე დაფუძნებით ვისაუბროთ აუხსნათ ადამიანებს, რომ რა როგორ არის და რაღაცა დაულაგოთ თავში, თუნდაც რაღაც ძალიან მარტივიანით დამტკიცებული ოღონდ სერიოზულ კვლევებზე. კი, ეს იქნება ობიექტური შეფასება და არა სუბიექტური. იმიტომ რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვისხდეთ და ვისაუბროთ ჩვენი გამოცდილებიდან და ბუნებრივია რომ მეცნიერებისგან დამტკიცებული ბევრად უფრო მართალია და 100%-იანი. ყველას თავისი აზრი აქვს, შენ, მე, მაგრამ ეგ ერთია და რაღაც ჭორაობაში რო არ გადაგვეზარდოს, ხო, მინდა რომ რაღაცა უფრო სტრუქტურირებულად ავუხსნათ ადამიანებს რა და როგორ ხდება და კუნთი რო არ იშლება. ნუ ის მართალია რომ ახლა ფიტნესის მოყვარულები უფრო ძლიერები არიან ძალის მხრივ, ახლა ეგ ცალსახად ეგრეა. ახლა ანუ კამათი მაინც მიწევს, არ მინდოდა, მაგრამ მომიწია. იცი რა, აი ახლა მივედით იმ კითხვამდე, რომ უნდა გკითხო ძირითადი განსხვავებები, ჩემი მხრიდან ვისაუბრებ პილატესზე, შენი მხრიდან ისაუბრებ ფიტნესზე. ძირითადი განსხვავებები ფიტნესსა და პილატეს შორის და მოდი ვისაუბროთ მართლა კვლევებზე დამოწმებით ამ ყველაფერთან დაკავშირებით და პირველი კითხვაც ეს იქნება შენი მხრიდან, რომ გვესაუბრო ფიტნესზე, ფიტნესის ბენეფიტზე და მართლა სუსტი გოგოებისთვისაა თუ ძლიერი გოგოებისთვის. ჩვენ პირველ კითხვასაც რომ დაუბრუნდეთ. კი ბატონო, ესე იგი ფიტნესზე. რა ბენეფიტები მოაქვს ფიტნეს პილატესთან შედარებით, ჩემი აზრით და კვლევებით დამტკიცებული, რა თქმა უნდა, ჩემი აზრები. ძალისმიერი ვარჯიში, მაგიტომაც ქვია ძალისმიერი ვარჯიში, რომ გვაძლევს უფრო მეტ ძალას. რა თქმა უნდა, გაჩნია რის ძალას, ასე შემდეგ. თუმცა არსებობს კვლევები, რომლებსაც ჩვენ მოვიყვანთ აღწერაში, ამ პოდკასტის აღწერაში შეძლებთ რომ გაეცნოთ, აქ ხლა არ დავიწყებთ კონკრეტულად რა საიდან და როგორ, არამედ ძალიან ბევრი კვლევა მოვიძიე, 1-10 მგონი. ერთ-ერთი თუ რამოდენიმე ამტკიცებს იმას და ამაზე ნუ ორი აზრი არ არსებობს და ფაქტია, რომ ძალისმიერი ვარჯიში ზრდის ძალას, ზრდის კუნთოვან მასას და პილატესთან შედარებით, ასევე რო არ ყოფილიყავი სუბიექტური, მოვიძიე კვლევები პილატესი რამდენად მოქმედებს კუნთოვან მასაზე, თუმცა არ დავჩაგრეთ პილატესი. კაია. თუმცა პილატესი დაჩაგრულია, რადგან ძალიან ბევრი კვლევა არ არის. არ არსებობს. არის რაღაც პატარა, აი 30 კაცზე, 50 კაცზე მაქსიმუმ აღებული ხო ეს კვლევები, რაც არ არის საკმარისი, რომ ვისაუბროთ ფართოდ ზოგადად ადამიანებზე. ეს ერთი და მეორე რეალურად კვლევები იძახიან იმას, რომ აი კონკრეტულ პირობითად დამწყების შემთხვევაში, პილატეს შემთხვევაში, დამწყების შემთხვევაში იყო ცვლილება, ოღონდ კონკრეტულად მაგალითად მუცლის არეში კუნთი გაიზარდა. და დამწყების შემთხვევაში ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა რეალურად მოგცემს რაღაც პირველ 3 თვის განმავლობაში ადამიანი რომ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობით დაკავდეს, რომელიც იქამდე არასდროს არ ვარჯიშობდა, მას ექნება პროგრესი და კუნთი გაიზრდება. რაც არ უნდა აკეთოს, ეს იქნება ბოქსი, პილატესი, ცურვა თუ რაც არ უნდა იყოს. ნუ კონკრეტული თავის იმაში არეში მისცემს ცვლილებას. რაც შეეხება ძალისმიერ ვარჯიშს, მთლიან სხეულზე არის აგებული და იმედი მაქვს, რომ მსმენელები ადეკვატურად ვარჯიშობენ და არა ვარჯიშობენ მარტო ქვედას ან მარტო ზედას. შემოსად მთლიან სხეულს ტვირთავ და ყველა კუნთი ვითარდება თანაბრად. და ნუ კონკურენტი ძალისმიერ ვარჯიშს ნამდვილად არ აქვს ამ ხრივ კუნთოვანი მასის ზრდის კუთხით. ეხლა რატო არის მნიშვნელოვანი კუნთოვანი მასის ზრდა? ასევე დაფუძნებული კვლევებზე, არა უბრალო კვლევებზე. კვლევასაც გააჩნია, მოდი შევთანხმდეთ. არსებობს რაღაც აი ესეთი პატარა კვლევები, რომლებიც ტარდებოდა პატარა რაოდენობა ადამიანზე და ტარდებოდა რაღაც დროში, 2 თვე მაგალითად. არსებობს მეტაანალიზები, რომლებიც მოვიყვანე ზუსტად მე, რომელიც აერთიანებს რამოდენიმე დიდ კვლევას, სადაც ათასობით და მილიონობით ხალხი იღებდა მონაწილეობას და ეს წლები ვრცელდებოდა. ყველაზე სანდო და ესეთი დადასტურებული ითვლება ზოგადად კვლევებში მეტაანალიზები, რომლებიც გაგრას აი ამას აერთიანებს და რამოდენიმე ეგეთი მეტაანალიზი მოვიყვანე, რომ იყო მაქსიმალურად ობიექტური. შესაბამისად, რატო არის მნიშვნელოვანი კუნთოვანი მასის ზრდა? ეხლა, კუნთოვანი მასის ზრდა არის მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.
არის კვლევები, რომლებიც ამტკიცებს ზოგადად კუნთოვანი მასის და ცალკე ავიღე კიდე ფეხის კუნთი არის ყველაზე დიდი კუნთი სხეულში და მისი გავლენა სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. რაც უფრო მეტი კუნთი აქვს ადამიანს, დამტკიცებულია, რომ შესაბამისად უფრო დიდხანს ცოცხლობს, უფრო ნაკლები ალბათობაა რაღაც წაქცევის, მოტეხილობის, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პირდაპირი კავშირი არ არის ამის, მაგრამ აშკარად არის. ეგ ერთი. მერე, რაც უფრო რას გვაძლევს ფიტნესი. გარდა კუნთოვანი მასის. ეს არის ძვლების სიძლიერე, ძვლების სიმკვრივე, რაც ასაკთან შედარებით, რაც შეიძლება ეხლა არ ფიქრობს ადამიანი, მაგრამ 30 წლის მერე იწყება უკვე უკუსვლა. ამ პროცესს ქვია ოსტეოპოროზი. ძვლების გალევა, კალციუმის და ასე შემდეგ, რაც განსაკუთრებით ქალებში, მენჯის არეში და ასე შემდეგ იწვევს ასაკთან შედარებით ხშირ წაქცევებს, მოტეხილობებს, ისევ და ისევ, რაც მერე იზრდება უკვე რაღაც რთულ პროცესებში, შეიძლება ვიღაც რაღაც მოიტეხოს, ვერ შეუხორცდეს და შესაბამისად არასასურველ შედეგამდე მივიდეთ. როგორც ვიცით დღესდღეობით, ძვალი არ არის უბრალოდ რაღაცა, როგორც უმრავლესობა შეიძლება წარმოუდგენია, ძვალი რაღაცა, მკვდარი ის რა, რაღაც ძვალი უბრალოდ. ის არის ცოცხალი ქსოვილი, რომელიც რეაგირებს დატვირთვაზე. ძალისმიერ დატვირთვაზე რომ რეაგირებს ძვალი, ის ვითარდება, ის ივსება, ის შესაბამისად ასაკთან შედარებით უფრო საჭირო არის მით უმეტეს 30 წლის მერე დატვირთვა ძალისმიერი. წინებზე მქონდა შემთხვევა, როცა მკითხეს აი 60 წლის ასაკში, როცა უკვე ანუ ეკამდე არ ვარჯიშობდა ადამიანი, 60 წლის ასაკში შეეჯახა ოსტეოპოროზს, მაგალითად. ზუსტად კვლევები არის ჩატარებული, რაც მოვიყვანე 30-50 წლის ზემოთ და ძალისმიერი დატვირთვა არასდროს არ არის გვიანი. 50 და 60 წლის ასაკშიც იძლევა შედეგს და პროგრესი არის. თუმცა, ხშირად საქართველოში გვაქვს ეს დამოკიდებულება, მით უმეტეს დედაჩემი, ბებიაჩემი და ასე შემდეგ, ბებიებზე ვაფშე არ მაქვს საუბარი, რასად რა ვარჯიში. ჩვენი უფროსი თაობა, 60 წლის ასაკში თulis, რომ რა დროს ჩემი ახლა დარბაზში წონები საწევაა, ხო? დამეთანხმებ. და მიდიანსად, აუზე საცურაოდ და ლისზე სასეირნოდ. ფეხიცას რა. მაქსიმუმ. ხო, რაც არანაირად არ ეხმარება კუნთოვანი მასის ზრდაში. და გონიათ რომ რა დროს 60 წლის ასაკში ახლა წავიდე ვიკაჩაო, ანუ თან ეცინებად. თუმცა მაშინაც აქვს აზრი რა. მინდა რომ ეგ ჩვენმა მსმენელმა ანუ კარგად გაიაზროს, რომ აზრი აქვს. ეგ ერთი. ანუ უყურეთ, კუნთოვანი მასა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთი. ოსტეოპოროზი ორი. სარკოპენია. სარკოპენია არის ასაკთან კუნთოვანი მასის გალევა. რაც ასევე რაც უკვე ვისაუბრე, მე უკვე სხვა რაღაც ცუდ შედეგამდე მივდივართ. 30 წლის მერე სადღაც 8%-მდე ვკარგავთ კუნთოვან მასას რაღაც 10 წელიწადში ერთხელ. და შესაბამისად უნდა ვიზრუნოთ, რა უკვე ვისაუბრე, იმაზე, რომ ეს არ მოხდეს და დავიტვირთოთ ძალისმიერად. ოსტეოპოროზი, სარკოპენია და სიცოცხლის ხანგრძლივობა. ასევე აქვე დავამატებ კიბოს თემას, ოღონდ ძალიან ფრთხილად, ან მე არ ვიძახი, რომ კუნთები გვიცავს კიბოსგან და ეს არის რაღაც წამალი, თუმცა ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს დადებით გავლენას დაავადებულ ადამიანებზე პროფილაქტიკის მხრივაც. მე არ ვარ სპეციალისტი და ექიმი და ასე შემდეგ, უბრალოდ ზუსტად ვიცი და ეს დამტკიცებულია, რომ კუნთოვანი სისტემა არის ენდოკრინული სისტემა. ესეც რაღაც სასწაული ახალი ინფორმაცია იყო ჯანმრთელობის სფეროში, რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც ქსოვილი, რომელიც იკუმშება და იმუშება, არამედ ეს არის ენდოკრინული ორგანო, რომელიც ჰორმონებს გამოყოფს. ერთ-ერთი ნივთიერება არის მიოკინები, რომლებიც არის ანტიანთებითი და გვეხმარება, ანუ რეალურად ახლა ძალიან რო არ იმას ვქნა, რეალურად ჩვენი კუნთოვანი სისტემა არის ჩვენი ბრონეჟილეტი ერთი. ჩვენი
დაცვითი მექანიზმი ორი, რომელიც უნდა განვავითაროთ და ამისთვის პირველი საშუალება არის ძალისმიერი დატვირთვა. აა ამ თემაში პილატესთან შედარებით მე არ ვამბობ, რომ პილატესი რაღაცჯერ ან ცუდი, ჯერ კი არა, ზოგადად არასდროს არ ვიტყვი, რომ პილატესი ცუდია ან რაღაცაში მე ვაფშე დიდი სხვა იმედი მაქვს, რომ თემაა. ასე არ ფიქრობთ ფიტნეს ტრენერები. პილატესი ვაფშე სხვა სამყაროა ჩემი აზრით. აუცილებლად ფიტნესზე ვისაუბრე, ვისაუბრებ, ხო. პილატესი მე ვხსნი ხოლმე, არ ვიცი, ან შემეწინააღმდეგე, ან დაადასტურე ჩემი აზრი. პილატესი ჩემთვის არის საკუთარი სხეულის ფლობა სივრცეში. ვაიმე, ძალიან მიყვარხარ. და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ზუსტად აი თუნდაც სამომავლოდ წაქცევების ასარიდებლად შენ სხეულს რო ფლობ, უფრო ხარისხიანად ცხოვრობ. ურჩევდი შენ კლიენტს, რომ საბაზისო ცოდნა ჰქონოდა პილატესის განხრით? რა თქმა უნდა, ყველას მაგას ვეუბნები, რომ ძალიან კარგი ბაზაა პილატესი. იმიტომ რომ მე უკვე რო გადადიხარ, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ეგრევე სავარჯიშოდ, რომელიც ვერ ხვდება სად არის მენჯი, სად არის კოჭი, სად არის მუხლი, ან საკუთარი ელემენტარული ანატომიის არცოდნა, ანატომიის არცოდნა და საკუთარი სხეულის დაუმორჩილებლობა. და პილატესი გაძლევს ამ საშუალებას, რაც მერე უკვე თუნდაც ამ ძალისმიერი ვარჯიშზე რომ მოხვალ, უფრო ხარისხიანად შესრულებ. ჯერთი ეგ, მერე მოქნილობა, უფრო მოქნილი და უფრო აი სრულფასოვნად სახსარი რომ მოძრაობს, ადრე ამას არ უკვირდებოდით და დამწყები მოვარჯიშეები არ ფიქრობენ რაღაც სახსრის სრულფასოვან მოძრაობაზე. თუმცა ბოლო წლებია, ალბათ ბოლო 3-4 წელი, რაც მივაქცია მას ყურადღებაში და მართლა ჩემი ტექნიკაც ძალისმიერ ვარჯიშებში ბევრად უფრო სწორი გახდა, არანაირი ტრავმა, არაფერი არ მქონია და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აღვნიშნავ პილატესის დადებით მხარეს, ეს არის განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ეს ვისაც აწუხებს ორგანოების დაშვება, მენჯის ფსკერის, თუნდაც სკოლიოზის პრობლემა, ან კიფოზის პრობლემა, ბევრი რიგი პრობლემები. და ხშირად არის ხოლმე ეს ერთ-ერთი მითი, რომ ჩვენ ქალებს ძალისმიერი დატვირთვა არ შეიძლება, ეს გამოიწვევს მენჯის ორგანოების დაშვებას და ასე შემდეგ. ეგ აბსურდია. თუ უკვე არ არის დაწყებული რაღაც პროცესი, რაც ვაფშე სხვა რაღაცაზე არის დამოკიდებული და არა ძალისმიერ დატვირთვაზე, თუ უკვე არის დაწყებული ეს პროცესი და ადამიანს აქვს დაშვებული კუნთები, მენჯის ფსკერის სუსტი კუნთები, მაგ შემთხვევაში ნამდვილად არ შეიძლება, აი ეს შემთხვევა, როცა არის გამონაკლისი, როცა ადამიანს არ შეიძლება ძალისმიერი დატვირთვა, ოღონდ გაჩნია ძალისმიერი დატვირთვას, ხო? ანუ ობიექტურად მძიმე წონების აღება მისთვის არ შეიძლება. ობიექტურად მძიმე წონა არის რაღაც აი 20 კილოზე მეტი. რეალურად ჩვენ ყოველდღიურობაში ბავშვი აყავს ხელში, ძაღლი, ყუთი, პარკი, რომელიც ბავშვი მინიმუმ 20 კილოს ყველა შვება. პარკები რაღაცა 2-3-4 კილო, მაგაზე არავინ არ ფიქრობს. მაგრამ დარბაზში რომ მოდიან, ჩემთვის წონა არ შეიძლება 2 კილოზე მეტი. ეს იმივდივარ ზუსტად ცოდნასთან დაკავშირებით. ეხლა ძალიან საინტერესო მოსაზრებები თქვი ფიტნესთან დაკავშირებით, ჩავერთვები და ჩემ მოსაზრებას ვიტყვი. პილატესზე დაისვენე, გემრიელად მიირთვი შამპანიური. პილატესი, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად გონებით მართო საკუთარი სხეული. ეს მე მგონია, რომ პირველი არის რეალურად რა. გონება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ შენ სწორად განავითარო შენი პოტენციალი. და როდესაც მოდიან ხოლმე პილატესზე ქალბატონები და იწყებენ ვარჯიშს, ყოველთვის მათ გონიათ, რომ ვარჯიში უბრალოდ უნდა გაიმეორონ და ვარჯიში არის უბრალოდ ტექნიკა. რეალურად პილატესი არის მეთოდი, რომელიც ანვითარებს შენ კუნთურ სისტემას. და მაგიტომაც მგონია, რომ სანამ და წეგან აღნიშნე, რომ საბაზისო ცოდნის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პილატესი კარგად შეისწავლო, რა თქმა უნდა გონებით, რადგან პილატესი რეალურად ანვითარებს შიდა კუნთურ სისტემას, რაზეც რეალურად ჩვენ დგავართ და ფუნქციონირებთ, შესაბამისად არა მარტო ანვითარებს შიდა კუნთურ სისტემას, არამედ მნიშვნელოვანია მკერდის
ზურგის, წელის, კუნთების განვითარებაზე, ხო? ჩართვა ბოდიში რო ხო და ზუსტად body and mind რო ქვია ამ პოდკასტს, ამ კავშირს ტვინსა და კუნთს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანია. მე მგონია, როდესაც შენ ნაბიჯს გადადგავ და მიხვალ სავარჯიშო დარბაზში, აუცილებლად უნდა გაიაზრო რა არის შენი მიზანი. ხშირ შემთხვევაში, აი მაგალითად ახლა თავიდან ახსენე, რომ პილატესი რაღაცნაირად ასოცირდება მხოლოდ ვარდისფერ ბუმბულებიან სივრცესთან და ეს ყველაფერი არის რაღაცა მარკეტინგული გათვლა და ხრიკი. მაგაში გეთანხმები, მე თვითონაც ვარ ამის მომსწრე და მსხვერპლი არა, ჩემი გადადგმული ნაბიჯია, რომ გავაკეთო ყველაფერი ისე, რომ ყველაფერი არის ჰაეროვანი, ვარდისფერი, თუმცა უნიშნულოვანესი მეთოდია, როგორც პილატესის მეთოდი და კონკრეტული პრობლემის მქონე ადამიანებს პილატესის ვარჯიშები ეხმარებათ, რომ მაის თუნდაც შეუმსუბუქდეთ ტკივილი, ხერხემლის არეში, ზურგის არეში, წელის არეში, ანუ ფაქტობრივად პილატესი არის რაღაცნაირად ერთგვარი წამალი, რომელიც თავიდან გაცოცხლებს და არსებობს ეგეთი კვლევა ჩვენ როდესაც საუბრობდით თუ გახსოვს, სადაც ამერიკაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებს აწუხებდათ სკოლიოზის პრობლემა. დაახლოებით 31 გოგონა იყო და აქედან 21-მა გოგონამ გადაწყვიტა, რომ პილატესი ევარჯიშა, დანარჩენმა გოგონამ გადაწყვიტეს, რომ მოდი ჩვენ არ ვივარჯიშებთ და აბა რა შედეგი იქნება. აღმოჩნდა, რომ აი იმ გოგონებმა, რომლებმაც იმ 21-მა გოგონამ, რომლებმაც პილატესის სწავლა დაიწყეს, ცოტა ხანში იგრძნეს სიმსუბუქე ტკივილის არეში, სწორად განვითარდა მათი კუნთური სისტემა, ბალანსი, სწორი დგომა, სწორი პოზა, ანუ რეალურად გეხმარება სიჯანსაღეში. ამიტომაც მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მიზანით მიდიხარ და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ პილატესი კუნთებს შლის და პილატესი სუსტი გოგოებისთვის არის. პილატესი არის პირდაპირ მნიშვნელობით სარეაბილიტაციო პროცესი და თუ გინდა რომ ჯანსაღი ცხოვრება გქონდეს, თუ გინდა რომ ელემენტარული, სწორად, სიმეტრიულად განვითარდეს, თუნდაც შენ მუცლისში და ღრუში, მარჯვენა კუნთი იქნება თუ მარცხენა კუნთი იქნება, სიმეტრიული იყოს, მე ელემენტარულს ვამბობ, თორე ბევრი რიგი ბენეფიტებია, აუცილებლად უნდა დაკავ და უბრალოდ სწორად უნდა გაიაზრო, რას ემსახურება. და ეს არის რაღაცნაირად ფერიობანა და პილატესის პრინცესობანა, რასაც ხშირად მე ვიყენებ ხოლმე ჩემ კლიენტებთან და ვეუბნები, წარმოიდგინე რომ პილატესის პრინცესა ხარ და ლალალალე და ლალალალე და რაღაც. ნუ ეგაა რა. კი ბატონო, გეთანხმები აბსოლუტურად და ვთვლი, რომ აი ზუსტად შენი პოდკასტის სახელი პილატესს უკავშირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უეჭველი ადამიანები უნდა გქონდეთ რა ეს კავშირი სხეულსა და ტვინს შორის. ფიტნესიც ასეა, ხო? რომ ავარიდოთ თუნდაც რაღაც არასასურველ შედეგებს, ტრავმებს, კი ბატონო. თან მით უმეტეს დღეს სკოლიოზი აქვს, ადრე იყო ცეთი რომ 99%, ჩემი აზრით უკვე 100% აქვს სკოლიოზი ჩვენს თაობაში და ეხლა უკვე 99%-ს უკვე თიაქარიცა აქვს რა, აი თითქმის ყველას. თან პატარაობიდანვე. კი. პატარაობიდან, იმიტომ რომ ჩემი უნდა მეთქვა აქამდე ჩემი პოდკასტის მხარდამჭერი არის საბალეტო სტუდია ადაჟიო, სადაც მე თავად იქ მუშაობ და შესაბამისად ხშირად მოებრძანდებიან ხოლმე ბავშვები, რომლებსაც აქვთ უკვე თავიდანვე დაბადებიდანვე მსგავსი პრობლემა და საკმაოდ რთულია რა თქმა უნდა ამ პრობლემას ვებრძოლოთ, თუმცა რაღაცნაირად ვცდილობთ და გამოგვდის. სამწუხაროდ ბავშვობიდანვე მსგავსი პრობლემა. ეხლა მე მაქვს ესეთი კითხვა. სანამ კითხვას დასვა. ოკეი, მე ვთქვი დადებითი მხარეები ფიტნესის, შენ ჩამოთვალე პილატესის, მაგრამ რაშია ჩვენ შორის განსხვავება? ხე როგორ უნდა რომ წამომკიდოს, როგორ უნდა რომ რაღაცა ვქნა. არ მასვენა. საწინააღმდეგო რაღაცა უნდა გქონდეს. კი ბატონო. აი მე ვსვამ ესეთ კითხვას ეხლა. მე მართლა მაგრამ მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. აი ხა მე რო ვივარჯიშო ფიტნესი მაგალითად რა. ბევრად უფრო ძლიერი ვიქნები. თუ გავაგრძელო ეს ჩემეული ვარჯიშები და მიუყვედა კუნთის, ну რა თქმა უნდა, ბუნებრივია პილატესის კუნთს მაგრამ ამკრივებს, ანუ გარდა იმისა, რომ შიდა კუნთებს ანვითარებს კუნთის მასაზე, მაგრამ მუშაობს. ანუ რომელი უფრო მეტად მომიხდებოდა მე? ანუ რომელი უფრო გამაძლიერებდა და მე ვიცი, რომ პილატესს ვინც ივარჯიშებს, ბევრად უფრო მოქნილი ტიპი იქნება.
ბევრად უფრო ჰაეროვანი ტიპი იქნება, შპაკაჩი შევეჯიბროთ, გინდა შპაკაჩი უფრო მაგრად ჩაჭდება. არ გინდა. დღეს ჩვენ შეჯიბრიც გვექნება. უნდა ვითამაშოთ. ოღონდ სიძლიერეზე, ძალოსნობაზე. არა, მე კი ვიცი რომ შენ მაჯობებ ძალოსნობაში, მაგრამ შენი მოსაზრება არა, ნუ საალსახად ხო მაგაში გეთანხმები, რომ პილატესი ვინც ვარჯიშობს, ბევრად უფრო მოქნილია. მე და როგორ მომწონს იცი მაგას რომ გულს იფხარ. ხო რაღაცა რაღაცნაირად. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მოქნილია. მე არ მივარჯიშია ესე ცალკე, ანუ არ მივარჯიშია. უნდა გავარჯიშო, შემთან მოდი რა გეხვეწების. მოვალ. ძალიან მაინტერესებს მართლა. იმიტომ რომ მე ჩემით რაღაცები მიმაიმუნია, ასე ვთქვათ, რასაც პილატეს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ მე ანუ ზოგადად ჩემთანაც მოდიან ხოლმე, რომ პილატესის ჯგუფი ხომ არ გაქვს და ძალიან ხშირი არის საქართველოში დარბაზებში პილატეს ეძახიან აი რაღაცას. Просто ჯგუფურ ვარჯიშს. შენ არ ამბობ ხოლმე რა პილატესის გოგოსავით ვარჯიშობ. ეს რა მაიმუნობა, ვარ გითხოვს. თავიდანები მოდწონაცი. არა, ხო, მე ყოველთვის იმას ვაღიარებ, რომ ჩვენ პილატეს სპეციალისტები არ ვართ, ეს არის ძალიან რთული სფერო, რომელსაც მე ვერ დავიბრალებ. მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია როგორ დავიბრალებ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია რაღაც მოქნილობის ვარჯიშები გავაკეთებინო, გაწელვები და ამით შევფუთო პილატესი, როგორც ასევე იფუთება უმრავლეს შემთხვევაში საქართველოში. თუმცა მე ვერასდროს ვერ მივცემ მაგას ჩემ თავს უფლებას, რომ მსგავსი რაღაცა გავაკეთო. მე მოქნილობის ვარჯიშებს ვაკეთებ პერიოდულად და აი მართლა რაც თქვი, რომ იმის მერე გამიუნჯობეს და ვაფშე ყველაფერი და მაშინ გავიაზრე რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანად ფუნქციონირება და აქვე მინდა თუმცაღა კი შენ კითხვაზე პასუხი რო გავცეთ ძალისმიერი ვარჯიში უნდა დაკავდე. იმიტომ რომ პილატესი ძალიან კარგია, მამაში ვერ შეგეწინააღმდეგები და ისევ ვაღიარებ, თუმცაღა ფაქტია, რომ რაღაც დონეზე გაიზრდება შენი კუნთოვანი მასა, მაგრამ აი 30-ის მე რამდენი წლის ხარ? 26-ის ვარ. ჯერ 4 წელი კიდე გაქვს. აი მე ძალიან იმაიმუნე ჯერ. ანუ გოგო მომხელა პოდკასტი გავაკეთე. და ბოლოს იმაიმუნა მიყვარს ეს არა მომიჭრათ. ხო და 4 წელი კიდე გაქვს 30-ის მე ვხდები 30-ის ერთ თვეში. იმაიმუნე ცოტა ხანი აკეთე რაღაცეები და მე ვხდები 30-ის ერთ თვეში და მაგითო ძალიან ჩაჭერა. ჩქარო. უნდა ვიზრუნო. ძალიან მაინტერესებს ეგ თემა და სხვათა შორის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი აზრი იყო ვარჯიშთან დაკავშირებით, რომ ძალისმიერი დატვირთვა და ვარჯიში, ну გარდა იმის, რომ რაღაცა ინვესტიციაა შენ მომავალში, უყურეთ ამინდა რომ მსმენელმა თუ მაყურებელმა კარგად გაიაზროს ეს, რომ ეს არის 60 და 70 წლის ასაკში დამოუკიდებლობა. აი დამოუკიდებლობა ყველაზე მეტად ჩემს არსებობაში შეიძლება მაწუხებდეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შიში, რომ დაუბერდები ვინმე შევაწუხო, ანუ არ შემიძლია ვინმე შეწუხებაზე, ცუდად რო ვარ, მირჩევნია რომ რაღაც ანუ აი ვცდილობ ხოლმე რომ ისე ვიყო და არავის არ უთხრა და არავის არ შევაწუხო ჩემი ცუდად ყოფნით. და ეს არის ზრუნვა ჩვენს ოჯახის წევრებზე, მე ესე მიმაჩნია. და ესე ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ აი თუ გინდა რომ მე ჩემ ოჯახის წევრებს ვეუბნები, თუ გინდა რომ მე კარგად ვიყო, შენს თავზე იზრუნე, რომ შენ არ შემაწუხო. ძალიან ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ კარგად რომ დაუფიქრდე, ეგ არის. ნუ მე თუ მინდა რომ ჩემი ძმა, ჩემი შვილები თუ მეყოლება და ასე შემდეგ დედა ჩემი თუ ვინც იქნება, ჩემი ახლობლები არ შევაწუხო ჩემი არსებობით და ვიყო დამოუკიდებელი, მე უნდა ვივარჯიშო. და აქ უკვე იმაზე საჯდომის ფორმაზე და სიდიდეზე და ასე შემდეგ six pack-ზე არ არის საუბარი საერთოდ რა. საერთოდ ჯამში გამოდის ის რომ არც პილატესი არ არის უკეთესი ფიტნესზე და არც ფიტნესი არ არის პილატესზე უკეთესი. რეალურად ერთი მეორიდან გამომდინარეობს და პირიქით მსმენელსაც ურჩევ რომ ორივე გააკეთონ, ფიტნესითაც დაკავდნენ, პილატესითაც დაკავდნენ და ბევრად უფრო მაგარ შედეგსაც მიიღებენ და რაზეც რეალურად ჩვენ ვისაუბრეთ, თუ ვინმეს დავეხმარეთ, თუნდაც პატარაზე გაიაზრეს, ან გაითვალისწინეს, ძალიან მაგარი იქნება. ჩემი მთავარი პოდკასტის იდეაც ეს არის და შინაარსიც და ზუსტად ვიცი რომ შენი მთავარი იდეაც ეს არის. მე მინდა რომ მსმენელს დავუსვათ
ესეთი კითხვა. მე უკვე ველოდებოდი იმ რაღაცა თამაშს დღეს ჩაფიქრებული და ვიწადე. მსმენელმა იფიქროს ამ კითხვაზე და ჩვენ მაგარი თამაში შევთავაზოთ რა. ანუ ჩვენ თამაშს გავაცნობ 2 წუთში მსმენელს, თუმცა მანამდე ვიტყვეთ რაღაცას, რა თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რომელს ანიჭებენ უფრო უპირატესობას ფიტნეს თუ პილატეს, შეიძლება ფიტნესშიც გამოცდილება გქონიათ და პილატესშიც გამოცდილება გქონიათ და რა ბენეფიტები მიუღიათ ამ პირიქით, შეიძლება სრულიად არ იყო მისი და არიან ეგეთი შემთხვევაც ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ მე არ ვარ ნამდვილად ფიტნესის გოგო, მე პილატის გოგო ან პირიქით. ძალიან ბუნებრივია, ან რა შეიძლება რა ტრავმა მიუღიათ, ან რა მითებთან აქვთ კავშირი შეიძლება რომ ვიღოთ თავისი მწვრთნელი ასევე. ეუბნება რომ მაგალითად ჩემ პილატესის გოგო ხო არ ხარ, ადექი წესიერად ივარჯიშე. ხო, ან ფიტნესის ეუბნება რომ ტყუილად დროს ნუკარგავ, რას მაიმუნობ, მოდი წონა აწი, ან მოდი წონა აწი. ხო, საინტერესოა გამოცდილება რა. კი, ამიტომ კომენტარებში აუცილებლად მოგწერონ, რომ გვაინტერესებს მათი ჩვენ რაღაცას შევეჯიბროთ. ჩვენ უნდა შევეჯიბროთ ახლა, მოკლედ ფიტნეს დედა, პილატესის დედას ეჯიბრება ძალიან მაგარ თამაშს. Smash. ნუ Smash-ი შენ რომ მომიგებ ახლა მაგას 2 აზრი ხო არა აქვს. შენ ჭიქებით მოხვედი. ეს ამოვჭრა. კაი, ხო შეგვიძლია დავტოვოთ. ნუ ეს კაია. შენ ჭიქებით. მართლა ჩემი ჭიქებით რომ მოვიდა. ჩვენ მსმენელს და მაყურებელს ჩემი პოდკასტის და მე იმედი მაქვს რომ ხშირად იქნები ჩემ პოდკასტში, როგორც თან ავტორი. ჰაჰაჰა, წინასწარ უკვე. შევთავაზოთ ულამაზესი თამაში, გამძლეობაზე. დავიწყოთ? დავიწყოთ. ვიწყებთ? ვიწყებთ. კაი, მიდი დაიწყე. არ მაგარი რთული არის. კაი, რამდენი წუთი გაგიქაჩავს მაქსიმუმ? ბევრი. აი, ჯობს არის. ანუ აზრია რა, დავიშალოთ? ხელი. დაჟე. ეს უნდა მეჭიროს. თავნადავლე. თავნადავლე. უკვე ვიბრიდები. მართლა. ეგეც შენი პილატესი რა. მე სხვა კუნთები მაქვს განვითარებული, ცენტრალური კუნთები, იცი რა კარგად შემძლია, სწორად პროპორციულად ვიდგე? Cool, მე არა, მაგრამ სამაგეროდ ფეხის კუნთები მაქვს განვითარებული, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უფრო მეტყველებს, მე უფრო დიდხანს ვიცოცხლებ. მაინტერესებს ვინ გარდაიცლება პირველი. უკვე უკანკალებ. უნდა დავლიო? კი. კაი, სიცოცხლის ელიქსირი. გეხვეწებ მომაგებინე რა. კაი. რამდენი წამი გავიდა ნეტა? არ ვიცი, რამდენი წამი გავიდოდა. ალბათ 1 წუთი გავიდოდა. არ გავიდოდა 1 წუთი. დედა მინდა. არა, ივარჯი შენ პილატესიც და ფიტნესიც ერთად და მაგარი მეგობრობას გაუმარჯოს. მეგობრობამ გაიმარჯვა. მეგობრობამ გაიმარჯვა. რას ნიშნავს მეგობრობამ გაიმარჯვა? ივარჯიშეთ, ესა ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ ვფიქრობ, რომ ვარჯიში არის ძალიან დიდი ბედნიერება. ამიტომ საკუთარ თავს მიანიჭეთ რა ეს ბედნიერება და ასევე ჩემი მხარდამჭერი არის ბოდი ბეიქერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. გავამახვილოთ ყურადღება. საბალეტო სტუდია ადაჟიო და ჯანსაღი ობიექტი კაფე სტორის. გემრიელდები თუ გინდათ იცით რაც უნდა ქნათ. ხო და მადლობა კიდევ პოდკასტ პოინტს და იმედი მაქვს რომ დავბრუნდები. მადლობა.